ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი. არჩილი პირველად გავიცანი სამართლოსთან რო იყო აქცია, მითხრა რომ არავინ არ მყავსო და არავინ იდარდებს შემზეო. აქციებზე დავიწყე სიარული რუსულ კანონების მიღებასთან დაკავშირებით. სისტემური ხასიათის არ იყო, მაგრამ დავდიოდი. მაგრამ აი არჩევნების მერე მე თვითონ ვარ აბასთუმნში ჩაწერილი. იქ მეუღლე იქით მხრიდან არის და ვერ წარმოვიდგენდი თუ წავაგედვით რაღაც ისეთი და ძალიან დიდი იმედგაცრუება დამემართა. მერე ფაქტიურად გამოვედით უნივერსიტეტში მოხდა მერე ახალგაზრდების ცემა მელიქიშვილი და სულ დავდიოდი. შემდეგ ეს საშინელი დღეები რომ მოხდა, მის მერე ხომ დავდივარ. შეიძლება 1-3-4 დღე მაქვს ჩაგდებული. არჩილი პირველად გავიცანი სამართლოსთან რო იყო აქცია, იქ გავიცანი არჩილი უკრავდა დიდი ის რო არის საკრავი დოლივით, რა ვიცი რა ქვია, იმაზე იფწონზე მახსოვს ქალბატონებს დაგვაკრევინა და იქ ახლა ესეთი კონტაქტია ეს მქონდა რომ დაგვაკრევინა და მე მელიქიშვილზე შევხვდი აქციების დროს წინა დღეს დაარბიეს არჩილიც მოიწამლა და იქიდან ვისაუბრეთ დიდ 1 საათი მაინც ჩემს გვერდზე იყო და სახელს არ ვიცოდი. იფრთხილეთ, არ გადახვიდეთ, არ დაგიჭირონ, რაღაც არ გცემო. ვარიგებდი ახალგაზრდებს და მაშინ მითხრა რომ არავინ არ მყავსო და საერთოდო იმდენად არავინ იდარდებს შემზეო. როგორ მეუთხარი, არც დედა მყავს, არც მამა, პატარა ვიყავით, გარდამეცვალნენო, და-ძმა თავისთავად არ მყავსო და არც ცოლი მყავს და არც შვილიო. და მეუთხარი, როგორ ეხლა მეუთხარი, ვიღაც ბებიამ გამზარდაო და ბებიაც აღმოჩნდა რომ გარდაცვლილი ყავს, შაშან გარდაეცვალა და მეო თავსაც შევაკლაო და არ დავთმობო ასეთი განწყობით იყო არჩილი და მეუთხარი მე რაღა დაგიშავე მეუთხარი მე ხო ვინერვიულობ მე მაინც არ გამეცან თქო და დავიმეგობრე Facebook-ის გრუპზე აი ძალიან ითით მე მიყვირდა რომ ესე ადვილად დამთახ აი რო შევთავაზე უბრალოდ სურათები ვთხოვე რაღაც გამომიგზავნე მეთქი და ვიფიქრე ისე ჩამიგდებ ამ სურათებს და ამ დროს დამიმეგობრა და მის მერე ესე კონტაქტობით ვაკონტროლებდი სახში მივიდა ხო არის და მე 29-ის მერე უკვე აღარ ენთო მისი Facebook-ი გათიშული იყო და მივხვდი რომ არჩილი დაიჭირეს. არავის არ ვიცნობდი მისას რომ მივწერე ზოგმა ვერც მიპასუხა იმიტომ გაურკვევლობა იყო ყველაფერი და შემდეგ სიებში ვნახე რომ დაჭერილი იყო ვიცოდი თან მარტო სახელით არის Facebook-ზე არჩილი
სასამართლოებზე უკვე მის მეგობრები გავიცანი, ყველა სასამართლოს ვესწრები. იქიდან მე თვითონ Facebook-იდან მისი ისტორიები, ქონდა რაღაც ჩანაწერები, სურათები და იქიდან ვათვალიერებდი და შემდეგ მეგობრებისგანაც გავიცანი, რომ როგორი თბილი მოსიყვარულე ბიჭი ერთი ქალბატონია მისი მეგობარი, და აქედან, რა ვიცი, მე რომ ვნახე რომ აი სხვებს ყველას ყავს ვიღაც, კი ამასაც მეგობრები ყავს, გადავწყვიტე და დავბეჭდე იქიდან Facebook-იდან მისი სურათები და დავდიოდი მისი სურათები. ისე შემიყვარდა, ისეთი ვაჟკაცი და კარგი ბიჭია, რომ არ ვიცი, აი ნამდვილად ეხა მიფიქრია, ბიჭი მყავს ერთი წით მასზე დიდი და გოგონა მყავს კიდე ცოტა დიდი, აი მიფიქრია, ჩემ ბიჭი რომ დაეჭიათ, ჩემ ბიჭიც დადიოდა აქციებზე, აი როგორ მოვიქცეოდი და აი რატომღაც არჩილზე მეტად მტკივა გული, რომ აი ეს მშობლები არ ყავს, კი არაკლებენ სიყვარულს მისი მეგობრები, მაგრამ მაინც ოჯახის წევრი სულ სხვა არის და ჩემ ბიჭზე ვფიქრობ, რომ იმას მაინც ჩვენ ხევართ და მაინც უფრო, მაგრამ ვაჟკაცი ბიჭია, გაზრდილი, უდედოთ უმამოთ, დამოუკიდებელი, კიდე რაც მასში მომეწონა, აი თვითონ იქ აქციაზე ხოლმე ვაფრთხილებდი, მაგრამ ის თვითონ ჩვენ ქალბატონებზე, გოგონებზე ძალიან ყურადღებით იყო. მე ერთ-ერთი გოგო გადაარჩინა ეს დროს და ეს ყველაფერი აი მიკვირს, აი დამიწერია სტატუსები, რომ როგორ საკვირველია ესე უდედოდ გაზრდილ ბიჭს ასეთი სიყვარული შეუძლია სამშობლოსი მეგობრის და ეს დანარჩენი ვისაც მშობლები ყავს და დედები, ასეთი გულცივები და ასეთი, როგორ ვთქვა, უემოციები როგორ არიან, რა ვიცი, აი რა გითხრათ. მე ვივლიყო ერთთვის, სანამ იქნება აქციები და სამ ბიჭები არ გამოვა, ერთ დღეს არ გავაცდენ და დავდივარ კიდევაც. ჩვენ მოვიგებთ ამ ომს. მირეკავს ტელეფონზეც და ახლა ეგეთი ის, რა თქმა უნდა, რამოდენიმე წუთით წერილებს წერთ, გუშინაც გაუგზავნე. უბრალოდ ერთ-ერთ იმაზე სხდომაზე მეხმარა, რომ ჩემ ფან-კლუბის თავმჯდომარედ უნდა აგირჩიო ქალბატონო цаრო, რომ ისეთი ის არის, თორე ახლა ეს დედობილობა, უბრალოდ მე ვთვლი, რომ ჩემი შვილის ხელა როა და თვითონაც მისგანაც მოდის დიდი სითბო, სიყვარული. ხან ვფიქრობ, რომ ნამეტანი ხوار იქცევი რაღაც. მისი მეგობრები, ადვოკატიც მეუბნება, რომ цаრო, ქალბატონო цаრო პირიქით მას სიამოვნებს, ახლა შეიძლება ჩემთან ვერ თქვას და მეც ძალიან გახარებული ვარ და რა ვიცი, ვცდილობ ხარი დაუჭირო ყველანაირად. დავდიოდი სურათებით, გამოვდიოდი, მაგრამ აი ესე წერილის წერა მე თვითონაც გაბიჭირდა და ძალიან გვიან გაუგზავნე იმასთან შედარებით, რაც ის მქონდა და თვითონაც დამირეკავს, მორიდებით, რა თქმა უნდა, ესე თვითონაც უხერხულ მდგომაშია, მაგრამ სასამართლოზე მქონდა კონტაქტი, პატარა სამართალდარღვევაზე მქონდა და პატარა დარბაზში ვიყავით და ესე ჩემს წინ იჯდა და ვისაუბრეთ იქ და რა ვიცი, ასე ჩემ შვილობილად ვცდილობ, რომ ახლა დედას არავინ შეუცვლის, მით უმეტეს თვეების იყო დედა რო დაკარგა და ეს დედის სითბო და სიყვარული მას არ ახსოვს და აი ცით განვიცდი ხოლმე ძალიან, რომ აი ხა ჩემი შვილები, ის წლები მის ხელა არის, როგორი რთული ცხოვრება გქონდა საერთოდ. ჩემ შვილებს ყავდა დედაც, მამაც და მას რაიონში მით უმეტეს მოხუცი ბებიასთან, როგორ რთული ცხოვრება ექნებოდა ძალიან.
ამდენი იმიტომ ავიტანეთ ეს ბიჭებიც იმიტომ დაიჭირეს და იმიტომ ცემეს ამდენი ახალგაზრდები და ეს ყველაფერი ამათა უნდა შეერჩეთ და აუცილებლად უნდა დაინიშნოს არჩევნები და აუცილებლად უნდა გადადგეს ეს მთავრობა, აუცილებელია. ასე რომ ვთქვათ, გაჭირვებული მოსახლეობა გვაქვს ეს, თუნდაც ეხლაც გურიაში და იმერეთში მოხდა. კალკი თოფში ჩაიკეტნა და 2-3 დღე როგორ შეიძლება ოჯახში არ ქონდეს, თუნდაც მჭადის ფქვილი, ყველი სოფელში რომ შიერი იყო, ხო? ეს არის წარმოუდგენელი. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ მათ მანამდესაც არ ქონდათ, ხო, ეს საჭმელი. და ქვეყანა არის გაღარიბებული, არის რაღაც კატასტროფულ ზღვარზეა და აი მე ძალიან მიყვირს იმ მდიდარი ხალხის, აი მილიონი როგორ შეიძლება დააგროვა ადამიანმა, ვერ წარმომიდგენია, როცა შენს გვერდით აი მოხუცია ქუჩაში ხელგამოწვეული ბავშვები არიან, მშივრები და არ ვიცი, ასეთი გაჭირვებული ქვეყანაა. აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ის პროცესები, რაც დღეს მიმდინარეობს, არის უსამართლო. სასამართლოზე რომ ადვოკატმა შეთავაზა, რომ გირავნობით გამოსულიყო. არჩილმა უთხრა, მეო არ მინდაო, არ მოვითხოვო, ამითგანო, არაფერს არ მოვითხოვო. მთავარი ის არისო, დახვრეტა ხო არ არისო და არ დამხრეტავენო. ჩაკეტილი პანდემიასა კიდევ გადახრეტა არის. აჯი ძალიან ესეთი ამაკი და ვაჟკაცი ბიჭია, ასე რომ არ შეეპუება, არ მოითხოვს შეწყალებას, იმიტომ ესე თქვა, რომ ჯერ ერთი მაინც იმას გააკეთებენ, რაც უნდათ, აზრიც არ აქვს და თავს მაინც არ დავიმცირებდა. აი იმ სამართალ დარღვევაზე რომ იყო სასამართლო, ადვოკატს დაემთხვა მეორე სასამართლო, რაღაც გვიან დაეწყო და ფაქტიურად არჩილმა წაიყვანა ნახევარი სასამართლო. მოსამართლეც შავ დღეში ჩააყენა, ცეკვავა იყო და უთხრა, რომ მე უნდა აცილება მოგცეო, რატო ეკითხება, იმიტომ რომ თქვენ ხართო სანქცირებულთა სიაშიო, თქვენ ხართო რეპუტაცია შელახულიო და ამიტომ არ მინდა თქვენთან და მე ის მოწმე პოლიციელები ისეთ დღეში ჩააყარა. რა თქმა უნდა, რომ იტყუებოდნენ, დაიჭირეს ვითომ სამართალ დარღვევაზე, ვითომ რაღაც შეაგინა პოლიციას და მე დაატოვეს როგორც ქალბატონი მზია, შეაბრუნეს უკან. და მე თანაშემწე მეკითხებოდა, რომ ასეთი ჭკვიანი და ასეთიო, ესო საიდან არისო. მას არ აქვს უმაღლესი განათლება, რაც იმით გამოიწვია, რომ არ ქონდა შესაძლებლობა, არ ქონდა პირობები, არის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა, განათლებულიც, ნაკითხიც და პატრიოტი პირველ რიგში. თავს არ დაუხეს და რა თქმა უნდა, უთხრა, რასაც მომისჯითო, მეო მაინც არ ბოდიშს არ მოვიდა. ბოდიში არც რა თქმა უნდა არც დაუშავებია პირიქით სამშობლოსთვის ზის და ამაყობს რომ არის ესეთი კარგი ბიჭი. ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი.